ბოლო დროს ილონ მასკმა გაგვიმხილა საიდუმლო თუ რატომ არის ასე აქტიურად ჩართული პოლიტიკაში, რატომ იყიდა X. და ეს გასაკვირია, რადგან როგორც ტექნოლოგიური გენიოსი, ადამიანი, რომელმაც მილიარდები იშოვა, რომელიც ცვლის მსოფლიოს სახეს SpaceX-ითა და Tesla-თი და ასე შემდეგ, პოლიტიკაში ჩართვა მოულოდნელი ნაბიჯია. მაგრამ მიზეზი, რის გამოც ის ჩაერთო, არის მისი ეხლა უკვე დაშორებული ქალიშვილი. მისი ქალიშვილი ცნობილია როგორც ვივიან ჯენა უილსონი. თუმცა ადრე ის მას ბიჭად, ქსავიე მასკად იცნობდნენ. ილონ მასკი ადასტურებს, რომ პოლიტიკაში ჩაერთო თავისი დაშორებული ტრანსგენდერი ქალიშვილის ვივიან უილსონის გამო. ეხლა თავად ვივიანი ძალიან ვირუსულად გავრცელდა ამ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს გამო, სადაც მას სთხოვეს თავისი აზრი გამოეთქვა მამაზე და ეს იყო მისი პასუხი. შენი მამა ხომ საუკეთესოა, არა? მაგრამ რა? ბოდიში? საუკეთესოა მამა შენი. კარგი. ამიტომ ყველგან ამაზე ლაპარაკობენ, რადგან აშკარად ის მხოლოდ იმიტომ მოხვდა ამ პოზიციაზე, სადაც ეხლაა, რომ მამამისი ის არის, ვინც არის. მაგრამ იქ ურთიერთობა მარტივი არ არის. ინტერვიუს შუაში ასე გაქცევა, გარდა იმისა, რომ ძალიან არაპროფესიონალურია, ნამდვილად აჩვენებს, რომ თქვენ არ გსურთ ამ თემაზე საუბარი. თუმცა თავად ილონ მასკმა ამაზე ბევრჯერ ისაუბრა, რადგან აშკარად ეს არის ის, რაც მას გულს სრულიად უმსხრევს. ეხლა მათთვის, ვინც ვერ იცნობს ვივიან უილსონს, აი ისიც. მე მოდელი ვარ. ძალიან ამაღლებელია ამბასადორობა. ეს ჩემი მოდელობის კარიერაში დიდი წინსვლაა. ეს შესაძლებლობა რიანამ მომცა. ის ლეგენდარულია და ბრენდი მართლაც ძალიან მაგარია. ეხლა ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ იყენებენ ბრენდები პოლიტიკურ დღის წესრიგს ყოველთვის, რის გამოც მოდელები, რომლებიც ლამაზები არ არიან, მაინც მონაწილეობენ. და აშკარაა, რომ რიანა ვივიანის არჩევა ნაწილობრივ მისი გარეგნობის გამო გადაწყვიტა, მაგრამ ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა იმის წინააღმდეგ, რასაც მისი მამა, გაუცხოებული მამა წარმოადგენს, რისთვისაც იბრძვის და რისიც სჯერა. გულისხმობ იმას, რომ ეს არის ვიდეო, სადაც ვივიანი მონაწილეობს ISIS წინააღმდეგ გამართულ დრეგ შოუში, რათა შეაგროვოს თანხა არალეგალი იმიგრანტების იურიდიული ხარჯებისთვის, რომელიც ოლი ლონდონმა გამოაქვეყნა. ასე რომ ეს თავისთავად უცნაური წარმოდგენაა და განსაკუთრებით უცნაურია, როცა ხვდები თუ რა ხდება გულისებში, რატო ტარდება ეს წარმოდგენა საერთოდ, არა? ვივიანის მიზანია, რომ ამით ყველანაირად შეეწინააღმდეგოს თავის მამას. ხშირად მისაუბრია იმაზე, რომ ჩემთვის მთელი ეს ტრანს საკითხი ძალიან გულსატკენია და ბევრ მხრივ. შემაშფოთებელია. ეს ბევრს ამბობს ჩვენს კულტურაზე, ბევრს ამბობს ჩვენს საზოგადოებაზე. სხვათა შორის, მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე ირაქეი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს და გააზიარებთ ამ ვიდეოს, რათა ხალხმა გაიგოს, რადგან ჩვენ მუპირისპირდებით სიგიჟეს. და ეს არის ვიდეო, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხალხს დააფიქრა, კარგად არის თუ არა ვივიანი. თუ ეს არ არის გადამუშავებული, თუ გადამუშავებულია, არ მინდა. ქალბატონო, ეს არის 11 ფუნტიანი მთელი ნაჯერი, დელიკატესის ლორი. მას არ აქვს ძვლები, ცხიმი ან შემაერთებელი ქსოვილი. ეს არის რამდენიმე ღორის ხორცის ნაზავი. ემუგირებულია. თხევად მდგომარეობაშია, გაფილტრულია და საბოლოოდ შემოქცევადად. მაგრამ ეს ვიდეო სინამდვილეში საერთოდ არ ეხება ვივიანს და მის არჩევანს იყოს ტრანსგენდერი. ეს ვიდეო ეხება ილონ მასკს და იმას, რას ნიშნავს ეს მთელი ისტორია მისთვის, რადგან ეს სრულიად გულსატკენია. აქ შეგიძლიათ ნახოთ, სულ რაღაც 15 საათის წინ ილონ მასკმა დაწერა. აღმოფხვრით woke გონების ვირუსი. ქსავიერი woke გონების ვირუსმა მოკლა. ეხლა ის მოკვდება. რას გულისხმობს ის ამით? და როცა ქსავიერზე საუბრობს, ის ვივიანს გულისხმობს. ილონ მასკის დაშორებული ტრანსგენდერი შვილი ამტკიცებს, რომ მას ბევრი ფული არ აქვს და სამ თანაბინადართან ერთად ცხოვრობს, მას შემდეგ რაც მამასთან კავშირი გაწყვიტა. ვივიან ჯენა უილსონმა ახალ ინტერვიუში ისაუბრა თავის ფინანსურ მდგომარეობაზე. 3 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც საჯაროდ გაწყვიტა კავშირი თავის მილიარდერ მამასთან, სქესისა და სახელის შეცვლის შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, რათა ქალად იდენტიფიცირებულიყო. მე შემიძლია საჭმლის ყიდვა. მყავს მეგობრები, თავშესაფარი და ცოტა თავისუფალი შემოსავალი. რაც კარგია და ბევრად უფრო გამიმართლა ვიდრე ლოს-ანჯელესში ჩემი ასაკის ადამიანების უმეტესობას. ილონ მასკმა ადრე განაცხადა, რომ მისი ტრანსგენდერი შვილი woke გონების ვირუსმა მოკლა და თქვა, რომ ექიმებმა მოატყუეს და დაარწმუნეს, რომ 16 წლის ასაკში შვილის ტრანზიციაზე დათანხმებულიყო. ეხლა თავად ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს ტრანზიციის უფლებას აძლევენ, უკვე შოკის მომგვრელია. და თქვენ საინტერესოა, ოლის უნდა გაეცნოთ. რადგან ყოველთვის უსვამ საკუთარ თავს ამ კითხვას.
უნდა იყო უბრალოდ თავაზიანი და მიმართვა ამ ადამიანებს იმ სქესით, რომელსაც ისინი ირჩევენ, თუ ეს ნიშნავს იმის ნორმალიზებას, რაც ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია და ეს ბევრისთვის დამაბნეველია. ამ დებატში ახლა არ ჩავერთვებით, მაგრამ ოლი ლონდონის ისტორია ნამდვილად ღირს რომ გაეცნოთ. მოდით მოვისმინოთ, რას ამბობს ილონ მასკი ამაზე, რადგან ფიქრობ, ბევრ მხრივ ეს მართლაც განსაოცარია. და რაც უფრო მეტ ისტორიას ვისმენთ ამჟამად ტრანს მოძრაობასთან დაკავშირებულ ყველაფერზე, მით უფრო მტკივნეული და გულსატკენი მგონია ეს ყველაფერი. ფაქტობრივად ჩემი შვილი დავკარგე. ასე რომ იცით, ამას მიზეზით ეძახიან dead namings. ხო, კარგი, მიზეზი, რატომაც ამას dead namings ეძახიან, არის ის, რომ შენი შვილი მკვდარია. ასე რომ ჩემი შვილი ქსავიე მკვდარია. მოკლა woke გონების ვირუსმა. ძალიან წუხარ ამის მოსმენით. ვერ წარმომიდგენია როგორი იქნებოდა ეს. ხო. აქ ის თავის შვილ ქსავიეზე საუბრობს და ამბობს, რომ ქსავიე გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ არ ამბობს, დავკარგე ქსავიე, იმიტომ რომ ეხლა გოგოა. ამბობს არა, ქსავიე. მან მიიღო ის ფაქტი, რომ ვივიანი აღარასოდეს დაბრუნდება ქსავიეთ. მაგრამ კონკრეტულად ის ამბობს, რომ გულის ტკივა იმ ფაქტით, რომ მისი შვილი მოკლა woke გონების ვირუსმა. ეხლა რა არის ეს woke გონების ვირუსი, რაზეც ის საუბრობს? მოდი მოვუსმინოთ. გენდერული დამადასტურებელი მოვლა, რაც ბავშვების დასახიჩრებასა და სტერილიზაციას ნიშნავს. დიახ, ეს ჩემს ერთ უფროს შვილს დაემართა. ფაქტობრივად მომატყუეს და მაიძულეს ხელი მომეწერა დოკუმენტებზე ჩემი ერთ-ერთი უფროსი შვილისთვის, ქსავიერისთვის. გიჟურია იმის წარმოდგენა, რომ სოფიოში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და წარმატებული კაცი ასეთ რამეში შეიძლება მოატყუონ. რატომ მოატყუეს ის? აი სწორედ ასე იყო ეს მოძრაობა წარმოუდგენლად მაკონტროლებელი და შეშლილი, რომ ყველას გვეგონა ტრანსის ნორმად მიღება ნორმალური რამ იყო. 16 წლის ბავშვს არასოდეს უნდა მიეცეს უფლება, რომ ტრანზიცია გაიაროს. 18 წელზე ზემოთ საუბარი სულ სხვა თემაა, მაგრამ 16 წლის ბავშვს არასოდეს უნდა მიეცეს ტრანზიციის უფლება, რადგან სულ მცირე ჩემი გამოცდილებით არასოდეს შემხედრია ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობს. არ ვცდილობ ტრანსის მთელ გამოცდილებაში ჩავერიო. თუ მართლა ასეა, თუ მართლა გძნობ, რომ შენი სხეული არ შეესაბამება იმას, ვინც გონია რომ ხარ, ჩემი აზრით ეს სხვა დროისთვის განსახილველი თემაა. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ კაცს შეეძლო მოიტყუებინათ ამისთვის, ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ატყუებენ ამ საკითხში. მითხარი, რომ ჯერ კიდევ არ იღებ კალციუმის დანამატებს, ხო ასეა? იმიტომ რომ იცი, ალბათ არ გეხმარება, განსაკუთრებით თუ საკმარისი კოლაგენი არ გაქვს ორგანიზმში. კოლაგენი? ალბათ იკითხავ. ხო, დიახ. დიახ, მეც გამიკვირდა, იმიტომ რომ მეც შენს თქვენ მდგომარეობაში ვიყავი და ვერ ხვდებოდი, რომ 30 წლის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი ყოველწლიურად 1-დან 2%-მდე ნაკლებ კოლაგენს გამოიმუშავებს და წლებია სახსრებთან პრობლემები მაქვს. ყველა დანამატი ვცადე და მერე ვიპოვე Native Path-ის ბალახით ნაკვები პირუტყვისგან მიღებული კოლაგენი და ყველაფერი შეიცვალა, რადგან ეს არის ნამდვილი საიდუმლო, რომ შევინარჩუნოთ კანი ელასტიური, ძვლები ძლიერი და სახსრები ჯანმრთელი. და ეს არ არის უსიამოვნო, რადგან სრულად იხსნება წყალში ან ყავაში და ათასობით მომხმარებელმა ზუსტად იგივე გამოცდილება აღწერა, როგორც მე მქონდა. უკეთესი კანი, უკეთესი ძილი, ნაკლები ტკივილი. ამიტომ გააუმჯობესეთ თქვენი ცხოვრება და მხარი დაუჭირეთ ჩვენს შოუს, რადგან იმედი მაქვს. Native Path ჩვენი სპონსორი გახდება ჩვენი სპეციალური პაკეტის შეთავაზებით და უფასო მიწოდებით. მიყევით მისამართს getnativepath.com/ან getnativepath.com/mira. ეს არის getnativepath.com/mira. სადეთ რისკის გარეშე 365 დღიანი თანხის დაბრუნების გარანტიით. იცით, მე მითხეს, რომ ხავიერ შეიძლება თავი მოეკლა და არ ამიხსნეს, რომ პუბერტატის ბლოკერები სინამდვილეში უბრალოდ სტერილიზაციის წამლებია. და ასე რომ მე ფაქტობრივად დავკარგე ჩემი შვილი. ასე რომ, იცით, ამას მიზეზით ეძახიან dead namings. კარგი, მიზეზი, რატომაც ამას dead namings ეძახიან, არის იმიტომ, რომ შენი შვილი მკვდარია. ასე რომ ჩემი შვილი ქსავიე მკვდარია. მოკლა woke გონების ვირუსმა. ამის შემდეგ დავიფიცე, რომ გავანადგურებდი ამ woke გონების ვირუსს. ესე იგი, იმის გამო, რაც მის შვილს დაემართა, მან თქვა, მე ამას გავანადგურებ. ვფიცავ, რომ გავანადგურებ woke გონების ვირუსს. და გარკვეულ პროგრესს ვახცევთ. ეხლა საქმე ისაა, რომ ეს ძველი ინტერვიუა. ბევრმა ადამიანმა უკვე ნახა ის. მგონი დაახლოებით 2025 წლიდან. ეს ნამდვილად მანამდეა, სანამ ჯორდან პიტერსონი ავად გახდებოდა. და ეს ინტერვიუ ძალიან ვირუსულად გავვრცელდა, რადგან საინტერესო ახსნა და ხედვა იყო კაცზე, რომელსაც ხშირად ემოციურ ადამიანად არ აღიქვამენ. იცით, ის თითქოს რობოტული ფიგურაა, რომელიც უბრალოდ გამოდის, ანგრევს ნორმებს და მის შემდეგ საოცარ ახალ რაღაცებს ქმნის.
მაგრამ როცა ხედავ რომ ის ამბობს მაგალითად, მივხვდი რომ რაღაც ნამდვილად საშინლად არასწორია, რადგან მათ წაიყვანეს და მომპარეს ჩემი შვილი, ხომ ასეა? ეხლა რა არის ეს woke-ის გონების ვირუსი, რაზეც ილონ მასკი საუბრობს? შესაძლებლად შეიძლება ითქვას, რომ woke-ის გონების ვირუსი მდგომარეობს ძალიან დამყოფი იდენტობის პოლიტიკის შექმნაში. ასე რომ ის რეალურად აძლიერებს რასიზმს, აძლიერებს პირდაპირ ვთქვათ სექსიზმს და ყველა მსგავს იზმს. და მიუხედავად იმისა, რომ ამ მტკიცებს საპირისპიროს, სინამდვილეში ის ყოფს ადამიანებს და აიძულებს მათ ერთმანეთის ძულდეთ, ასევე საკუთარ თავსაც ძულდეთ. ეს ანტიმერიტოკრატიულია. ეს, იცით, დამსახურებაზე არ არის დაფუძნებული. ასე რომ გსურთ, გინდათ, რომ ადამიანებმა წარმატებას მიაღწიონ იმის მიხედვით, თუ რამდენად ბევრს შრომობენ და რა ნიჭი აქვთ, და არა იმის მიხედვით, ვინ არიან ისინი, არიან თუ არა მამაკაცი, ქალი, რა რასის ან სქესის წარმომადგენლები არიან. ეს ხელოვნურად შექმნილი, იცით, გონებრივი სამოქალაქო ომია. აბსოლუტურად. ეხლა რაც ამ თემაში, მთლიანობაში ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ის არის, რომ როდესაც ადამიანები რაღაცით ზედმეტად არიან გატაცებულები, ეს არაჯანსაღობის ნიშანია. როდესაც გოგონა მამაკაცზე ზედმეტად არის გატაცებული, ეს არაჯანსაღობის ნიშანია. როდესაც მამაკაცი ფულზე ზედმეტად არის გატაცებული, ეს არაჯანსაღობის ნიშანია. როდესაც ადამიანი პოლიტიკურ ფიგურაზე ზედმეტად არის გატაცებული, სძულს ან უყვარს ის, რაღაცი არაჯანსაღია. და როდესაც ადამიანი გენდერზე ხდება გატაცებული ყველაფერზე მეტად, ეს არაჯანსაღია. და როგორც საზოგადოებამ თითქოს არაჯანსაღობა აქტივიზმის ნიშნად ვაქციოთ. ეს არ არის აქტივიზმის ნიშანი და როცა არაფერზე შეგიძლია იფიქრო სიძულვილის გარდა, განსაზღვრული ჯგუფის სიძულვილი, ან ამ ჯგუფის სიყვარული, ან რაღაცაზე აკვიატება, მაგალითად შენს გენდერს როგორ მოიხსენიებენ, ან როგორ აღიქვამენ ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებებს, ან ეს ყველაფერი აკვიატება ექსტრემიზმი, რაც ჩვენ საზოგადოებაში ნორმად ვაქციეთ, რაღაც არასწორია ამაში. ვინმეს უნდა დაიქირავო მისი უნარების მიხედვით და არა იმის მიხედვით, აკმაყოფილებს თუ არა მისი გენდერი, რელიგია ან რასა შენს აკვიატებულ მოთხოვნებს. ეს ჩემთვის არაჯანსაღია. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის. და ეს woke გონების ვირუსი ამ არაჯანსაღობას ზეიმობს. აიღეთ ეს აკვიატება გენდერზე და აქციეთ ყველაფრად. ყველაფერი უნდა იყოს უფლებებზე. იცით, ბევრი განსხვავებული ადამიანი არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა საჭიროებები აქვთ და არა ყველა მცირე უმცირესობა ითხოვს, რომ ყველგან კონდეთ მათთვის განკუთვნილი ტუალეტები, მაგრამ ტრანს მოძრაობამ ეს გააკეთა. ყველაფერი ტრანს თემაზეა გადატანილი. თუმცა, სხვათა შორის, მე თავადაც მყავს რამდენიმე ტრანს მეგობარი. საინტერესოა რა? ეხლა ვეთანხმები თუ არა მათ ფილოსოფიას და ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს? აბსოლუტურად არა. თქვი ეს? დიახ. და გავაგრძელებ ამის თმას, რადგან არ ვფიქრობ, რომ ეს ჯანსაღია. და მზად ვარ ვაღიარო, რომ ჩემთვის ტრანს მოძრაობაში გარკვეული მენტალური არაჯანსაღობა არსებობს. მაგრამ როცა ამას ბავშვებზე ავცელებენ და ამას სრულ ნორმად მიიჩნევენ, იმ დონემდე, რომ საზოგადოება საჭიროდ თვლის მშობლებს დაუმალოს სიმართლეს სამედიცინო პროცედურებზე, მოატყუოს საზოგადოება და ადამიანებზე ისეთი ზეწოლა მოახდინოს, რომ ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ არის გენდერის დადასტურება. ყველას უწევს საკუთარი ნაცვალსახელების შეცვლა, რათა მოერგოს ადამიანების მცირე ჯგუფს, რომელიც განსხვავებული ნაცვალსახელების ჭერა. ეს არაჯანსაღი აკვიატებაა. ეხლა ეგრეთ წოდების woke გონების ვირუსს ბევრი სხვადასხვა ელემენტი აქვს. გაღუძებული გონების ვირუსი მაშინ იწყება, როცა ადამიანების უნარებსა და ღირსებაზე ზრუნვას წყვეთ და მის ნაცვლად ყურადღებას ამახვილებს სქესზე, რასასა და სხვა მსგავს საკითხებზე. შეგიძლია აკვიატდე ამ ყველაფერზე, რაც რეალურად არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. კარგი, აი ეს ჯო როგანთან ამაზე რომ საუბრობს. და გახსოვდეთ, ამის გამო ელონ მასკმა გადაწყვიტა X-ის ყიდვა, რადგან მიხვდა, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვიღებდით, რეალურად არ იყო თავისუფლების პრინციპით შექმნილი. ანუ ჩვენ არ შეგვეძლო საკუთარი აზრების შეფასება. ის სპეციალურად იყო შექმნილი გარკვეული დღის წესრიგების გასაწევად. იმ დღის წესრიგების რომგების, რომელთაც თვითონაც ახვა. ხო. გააკეთებ თუ გააკეთებ. ოდესმე შუაღამით გაგიღვიძია და გიოცნებია, რომ ეს არ გაგიკეთებია. და შენი ცხოვრება უსასრულოდ მარტივია. კი, ეს ნამდვილად. პრობლემების რეცეპტია ალბათ, ან? დაპირისპირება. რა იყო საბოლოოდ ის, რამაც მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე? გულისხმობ, ეს შეიძლება ცოტათი მელოდრამატულად შეერდეს, მაგრამ მე ვნერვიულობდი იმაზე, რომ ამას ცივილიზაციაზე დამანგრეველი გავლენა ჰქონდა. რომ უბრალოდ ძალიან ცუდი გავლენა ჰქონდა. და ვფიქრობ, ამის ნაწილი ის იყო, სადაც ის მდებარეობდა, ანუ სან-ფრანცისკოს ცენტრში. და მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, სან-ფრანცისკო მშვენიერი ქალაქია და ჩვენ ნამდვილად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ სან-ფრანცისკოს მდგომარეობა გამოვასწოროთ. თუ
სან-ფრანცისკოს ცენტრში გივლიათ, პირდაპირ Twitter-ის ყოფილი სათავო ოფისის მახლობლად. იქ ზომბების აპოკალიფსია. გულისხმობ რთული მდგომარეობა. ყოფილ ხართ იმ ტერიტორიაზე? ყოველ დროს არა. არა, მსმენია. გიჟურია. მსმენია რომ გიჟურია. მსმენია რომ მართლა ვერ დაიჯერებს სანამ თავად არ წახვალ იქ. ვერ დაიჯერებს, სანამ იქ არ წახვალ. ეხლა უნდა იკითხო, რა ფილოსოფია მიიყვანა ასეთ შედეგამდე. და ეს ფილოსოფია დედამიწაზე გადმოიცემოდა. ასე რომ, ითით, ფილოსოფია, რომელიც ჩვეულებრივ, საკმაოდ ვიწრო და გეოგრაფიულად შეზღუდული იქნებოდა, ასე რომ მისი გავლენის არეალი შეზღუდული იქნებოდა. ფაქტობრივად მიეცა ინფორმაცია იარაღი. საინტერესოა, რომ თუ უბრალოდ სან-ფრანცისკოს შეხედავთ, დაინახავთ, რამდენად წარმოუდგენლად პრობლემურია ეს ყველაფერი. და დასასრულს ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ გაგიზიაროთ რამდენიმე ტრანსგენდერი ადამიანის ხმა, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს, რას ნიშნავს ამ სისტემის ქვეშ ყოფნა. იმიტომ რომ განსხვავებით ვივიენისგან, რომელიც აშკარად ჩამოყალიბებულია თავის აზრში, რომ ეს არის მისი გზა წინსვლისთვის და უნდა ებრძოლოს მამის ბოროტებას, თუმცა როცა ურივეს უყურებ, ელონს რომ შეხედავ, დაინახავ, რომ ის ამას გულწრფელად ამბობს, რომ ის სრულიად და სრულად გატეხილია ამით. ის ერთადერთი მშობელი და ერთადერთი შვილი არ არის, ვინც ამ ყველაფრის გამოიტანჯება. და ვფიქრობ, ეს ქალი წარმოუდგენლად მამაც. თეზისი, რომელიც ცდილობს გაამართლოს ბავშვის ტრანზიცია არის. ან შენს ქალიშვილს ტრანზიცია ჩაუტარო, ან დამარხე იგი. ეს არის ტყუილი, რომელიც ჩემს მშობლებს უთხრეს და ყველა ტრანსიდენტიფიცირებული ბავშვის მშობელს, რომელსაც ვიცნობ, იგივე უთხრეს. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ვთქვა. ტრანსგენდერობის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ არ გავივლი ტრანზიციას, თავს მოვიკლავ. მაგრამ აი დღეს აქ ვარ. ისინი არ უთქვამთ, რომ სქესის შეცვლის მცდელობა ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობას გაანადგურებდა. ან რაც უფრო მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი, ბევრად ჯანმრთელი არჩევანი გქონდა. უარი გვეთქვა ამ ყველაფერზე და ჩემთვის ხელი შეგვეწყო, რომ საკუთარი თავი ნამდვილად მიმეღო. ჩემი მშობლების ინსტინქტების პატივისცემის ნაცვლად, რომლებსაც ჩემი დაცვა სურდათ, ექიმებმა ქიმიური კასტრაციის წამალი დამინიშნეს, რომ პუბერტატი შეეჩერებინათ. შემდეგ კი დიდი დოზით ტესტოსტერონი მომცეს, რათა ყალბი მამაკაცური პუბერტატი გამოეწვიათ. 15 წლის ასაკში კი მკერდი მომაშორეს. მე ორმხრივი მასტექტომია გამიკეთეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ ვითარდებოდი. ქირურგმა დამიდასტურა, რომ ჩემი მკერდი სრულიად ჯანმრთელი იყო. მე ჯერ არც პირველი კოცნა მქონია და არც მანქანის ტარება მიცდია. როგორ შეეძლოთ მათ? წაერთმიათ ჩემი ქალურობის ნაწილი, სანამ საკმარისად დიდი გავხდებოდი, რომ საკუთარ თავს ქალი ვუწოდო. ის სიმშვიდე და საკუთარი თავის მიღება, რაც დამბირდნენ, არასდროს მოსულა. ეხლა თითქმის 22 წლის ვარ. მკერდი აღარ მაქვს, რადგან ისინი ნაწიბურებით შეიცვალა. როგორ შეძლეთ, რომ ჩემი ქალურობა წამერთვათ, სანამ საერთოდ ქალად ვიქცეოდი? ფიქრობ, სწორედ ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით ამ ყველაფრის არსში. კიდევ ერთხელ, თუ ტრანსი ხარ და ბედნიერი ხარ, გააგრძელე ასე. ვფიქრობ თუ არა, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღე ცხოვრებაში? აბსოლუტურად არა. ვფიქრობ თუ არა, რომ ნამდვილად ბედნიერი ხარ? არა, განსაკუთრებით არა. მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ეს ჩვენ საზოგადოებაში ნორმად იქცა და რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან, ვეთანხმები თუ არა, ყველაფერს ასაც ელონ მასკი აკეთებს. აბსოლუტურად არა. მაგრამ ვფიქრობ თუ არა, რომ ამ შემთხვევაში ის სრულიად მართალია. რომ მან შვილი რაღაც სრულიად შეშლილის გამო დაკარგა და რომ მას აქვს ვალდებულება სცადოს და წინააღმდეგობა გაუწიოს. აბსოლუტურად. და ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვაქვს ეს ვალდებულება. სწორედ ამიტომ არსებობს პუშბექი. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.